პარტიასაც აქვს. ლევან ბერძენიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან უცნაურმა მიპატიჟებამ საეჭვო თანამშრომლობაზე საბჭოთა პერიოდი გაახსენა. თუმცა ამბობს, რომ მასწავლებლები მაშინ დამოუკიდებლობას მეტ ნაკლებად ინარჩუნებდნენ. იდეების მიწოდება თუ უნდა რომელიმე მასწავლებლს, ეს უნდა მიაწოდონ პოლიტიკურ პარტიებს და თუ არ ენდობიან სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მიაწოდონ ნაციონალურ მოძრაობას, ან მიაწოდონ საქართველოს პარლამენტს. ანუ მერაბიშვილს და საიდუმლო სამსახურს იდეები უნდა მიაწოდონ, კარგად არ ვიცი, რომ სამეფოში დამალონის ჩამწერის საშუალება თუ მასწავლებლისგან ვერავინ ვერ გააკეთებს უშიშროების და პოლიციის აგენტურას. ჩემი აზრით ამაზე უფრო ბრიყული და ბინძური ნაბიჯი ამ ხელისუფლებას თუ არ ჩავწევთ სამხედრო ავანტიურებს არ გადაუდგან. ასეთი წერილი დაამხობდა ნებისმიერ მინისტრს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მაგრამ საქართველო არ არის ნებისმიერი ქვეყანა და ანუ არ არის ნებისმიერი მინისტრი. როგორ განახორციელებს პედაგოგთა მიერ შეთავაზებულ იდეებს შინაგან საქმეთა მინისტრი წყალთაშუა საშუალო სკოლაში ჯერ არ იციან. საპასუხო წერილები უკვე თბილისშია. სამინისტრომ პედაგოგთა გვარებით და სახელებით იცის, ვინ აპირებს მათთან თანამშრომლობას და ვინ არა. ამ ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ სტადიონების აშენება, როგორც ჩანს, ძალოვან უწყებას უფრო გაუადვილდება. ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი 9 წლიან სასჯელს რუსთავის ახალციხეში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვა მოხმარებისთვის იხდის. თუმცა ვინც ამ სისხლის სამართლის საქმეს კარგად იცნობს, ამბობს, რომ ნარკოტიკები აქ არაფერ შუაშია. რატიშვილი 2007 წლის 7 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე აქ ქიაჩელის ქუჩაზე დააკავეს და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს პოლიტიკას დაუკავშირა. ბიზნესმენს რუსეთის ჯაშუშობის აღიარებას თხოვდნენ. არსებობს ვერსია, რომ ამ ჩვენების მიღების შემთხვევაში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრებაც იგეგმებოდა. ადვოკატებმა უკვე მიმართეს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატას. ეს 2004 წელია. მოსკოვში პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საგანგებოდ გამართული ბანკეტი. ამ დროს მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება. პარდების რევოლუციის ლიდერები მას სამშობლოში ეკონომიკური პროექტების განხორციელებას თხოვენ. რატიშვილი საქართველოში ბრუნდება. 2007 წლის ოქტომბერში მას ქიაჩელის ქუჩაზე, საკუთარი სახლიდან რამდენიმე მეტრში სოდის თანამშრომლები აკავებენ. საღამოს დაახლოებით 10 საათი იქნებოდა 26 ოქტომბერს. მერაბი მოდიოდა მეგობართან იყო შეხვედრაზე და იქიდან მოდიოდა სახლში. როცა მანქანამ შემოუხვია უკვე ქიაჩელის ქუჩაზე, ამ დროს მერაბის მანქანას შეიძლება ვთქვათ, რომ თავს დაესხმა რამდენიმე ახალგაზრდა, სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულები, ხელკეტები ეჭირათ და დაიწყეს მანქანის საქარე მინაზე ამჯოხების ყმა. დააგდეს დაბლა, დააწვინეს დაბლა პირქვე, სახით დაბლა, დაადეს ნარუჩნიკები და ამ დროს როგორც მერაბის მონათხრობიდან ვიცით და სასამართლოს ხდომაზეც მან თქვა, როცა გადაუტრიალეს მარჯვენა ხელის წერა, თითი მან ბარძახში იგრძნო ჩხლეტა, ნემსის ჩხლეტა. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ნარკოტიკული ნივთიერება. ნარკოტიკები რატიშვილისთვის წარდგენილი ბრალის ოფიციალური ნაწილია. თუმცა ეს ისტორია დაკავებამდე გაცილებით ადრე იწყება და კულმინაციას 2007 წლის შემოდგომაზე აღწევს. ამ დროს მერაბ რატიშვილი უკვე დაპატიმრებულია. საზოგადოება კი ტელევიზიით ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სატელეფონო ჩანაწერებს ისმენს. Я вас приветствую, маэстро. День добрый, как вы живы, здоровы? Ничего, спасибо, как вы? Нормально. Где находитесь? Ну, у меня сейчас встреча, я вот только сел. Значит, я кончу это где-то через час-полтора. Это пол-2 часа. Может, мы к 2 часам встретимся? ძირითადი მოტივი ჩემი აზრით იყო ის, რომ ის იყო მატერიალურად უჭერდა მხარს იმ დროს უკვე დაწყებულ მასშტაბურ აქციებს გახსოვდეს კოლონიების გადაადგილება მთელ საქართველოში და ხელისუფლება ცდილობდა გადაეკეტა ყველანაირი ფორმით ეს დაფინანსების წყაროები, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო დაფინანსების გარეშე მასშტაბური აქციების გამართვა. მეორე მაშინათვე დაიწყო მუშაობა ხელისუფლების PR მანქანამ, რომ აი ეს მთელი აქციები გამოეცხადებინა ბადრე პადარკაშვილის და რუსეთის მიერ მართულად. ამ სქემაში ძალიან კარგად ეწერებოდა რატიშვილი, იმიტომ რომ ის იყო რუსეთის მოქალაქე, ცხოვრობდა დიდი ხნის მანძილზე რუსეთში და ამიტომ დასჭირდათ შემდგომში არა მხოლოდ რატიშვილი, არამედ ათობით ადამიანი იქნა დაკავებული
ამავე კვალზე, რომ ვითომ დაამტკიცებინათ ოპოზიციისა და რუსეთის კავშირი. მერაბ რატიშვილის პოლიტიკოსებთან ურთიერთობა ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. წლების განმავლობაში რუსეთში მცხოვრები რატიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ელიტასთან კავშირს ინარჩუნებდა. ქართველები მას რუსეთთან ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში დახმარებას თხოვდნენ. ის კონფლიქტურ რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ქართული ინტერესების ლობირებაშიც მონაწილეობდა და აქტიურად იყო ჩართული 2004 წელს ცხინვალთან გამწვავებული ურთიერთობის დარეგულირებაში. თბილისში საცხოვრებლად ის ზურაბ ჟვანიას თხოვნით ჩამოვიდა. მერაბი ჟვანიას თხოვნით ჩამოვიდა და დაბრუნდა საქართველოში, რადგან განეხორციელებინა რიგი ეკონომიკური პროექტები. საკმაოდ დიდი წრე ყავს მერაბის როგორც ოპოზიციაში, ასევე პოზიციაში. თუნდაც იგივე ბარამიძე, ხაინდრავა, პატა დავითაია, ნათელაშვილი. ეს არის სააკაშვილის მსხვერპლი, პირადად სააკაშვილი, ძალიან კარგად იცნობდა მოქალაქეობა, საკუთარი ხელით აქვს, ასე ვთქვათ, გადასცა პასპორტი, უამრავჯერ გამოიყენეს მერაბის შესაძლებლობები სააკაშვილმა, ნოღაიდელმა, ბარამიძემ განსაკუთრებით, მისი ფული, მისი ასე ვთქვათ, მხარდაჭერა მაშინ, როდესაც უჭირდათ და სანამ ასე ვთქვათ, ხელისუფლებისკენ მიუტოვდნენ, მერეც საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჰქონდათ ყოველთვის, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ასე ვთქვათ, საღი აზროვნების ადამიანია, ყველაფერს ხედავს სწორად, ყველაფერს სწორად აფასებს და გარდა ამისა, ყველაზე დიდი დანაშაული მისი არის ის, რომ ვთქვათ, მეგობრობს ჩემთან. ეს არქივის მასალაა. ის პერიოდი, როდესაც მერაბ რატიშვილი საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტია. ცხეთაში მის მიერ გოლფის კომპლექსის გახსნას კი საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ელიტა ესწრება. თუმცა ხელისუფლების დამოკიდებულება რატიშვილის მიმართ მას შემდეგ იცვლება, რაც ბიზნესმენის პოლიტიკური სიმპათია ოპოზიციისკენ იხრება და 2007 წლის შემოდგომაზე დაწყებული საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის ოპოზიციას ფინანსურადაც ეხმარება. თვითმხილველები ყვებიან, რომ ამ დროიდან მასზე თვალთვალი იწყება. მის მობილურ ტელეფონზე კი საეჭო ზარები ისმის. Диах, Мераб, да, здорово, привет. Мераб, რა უნდა გითხრა? შაქარი მინდა რა დღეს. რომელ საათზე გნახო? რომელი ხარ? მე ვარ ეხლა. არ მინდა სახელის თქმა გამოვალ და წავიღებ. 1.5 საათში გინახულებ რა. Да. Мераб. ხო, რომელი ხარ თქვი გაროჩი? მალხაზა ვარ ბიჭო. მომისმინე, შეიძლება ვერ გავიჩიტო და ჩემი მძღოლი. ვინ მალხაზი ხარ, მოიცე გასითოს მახარ. რომელი მალხაზი ხარ? ბიჭო, რა გჭირს, რა დაბნეული ხარ. მძღოლს გამოუშვა და გამოატანე რა, 4 ცალი შაქარი რა. რომელი მალხაზი ხარ, რომელი? მე ვარ შეჩემა, რა გჭირს, რა დაბნეული ხარ. ამ სატელეფონო ჩანაწერების სტენოგრამა მოგვიანებით დაკავებული რატიშვილის საქმეშიც ჩნდება. შაქარი გამოძიებამ დაშიფრულ სიტყვად ჩათვალა და რატომღაც მეტადონად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სატელეფონო ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, მერაბ რატიშვილი არ იცნობს პიროვნებას, რომელიც მას ურეკავს. საქმეში ასევე ყალბი პასპორტების ასლები და ოფიციალური მიმოწერა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ერეკლე კოდუასა და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ჟღენს შორის. ამ მიმოწერიდან ირკვევა, რომ რატიშვილის სახლიდან ამოღებულ კომპიუტერებსა და დოკუმენტებში შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ეძებდა, თუმცა ასეთი რამ ვერ აღმოაჩინა. ეს წერილი საინტერესო არის არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ სოდის უკიდურეს რაღაც კომპეტენტურობას ადასტურებს, არამედ იმ კუთხით, რომ სრულიად ашკარა არის, რომ მოტივი ხელისუფლების იყო, რომ სწორედ ჯაშუშობის კუთხით დასრულიყო საქმე. ნარკოტიკები იყო მხოლოდ და მხოლოდ დაკავების საბაბი, ნარკოტიკები ჩაუდეს, რომ წაიყვანათ ეს ადამიანი პოლიციაში, მაგრამ ვერსია თავიდანვე იკითხებოდა ჯაშუშობას. 260 მუხლის მესამე ნაწილი გათვალისწინებული დანაშაული აქვს ბრავად შერაცხული მერაბ რატიშვილს და ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევები, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური დარღვევები გამოვიდა ზუსტად ჩხარეკის ჩატარებისას. ავტომანქანის ჩხარეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, ნარკოტიკული ნივთიერება მეთადონით, საცხოვრებელი